კითხვები ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა. კარგია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა სურსათის სააგენტომ და კარგია, რომ მოუწოდა ადამიანებს, რომ არ მიიღონ ეს კონკრეტული რძის პროდუქტებზე და რომ უნდა ამოღებული იქნას მაღაზიებიდან. მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად თითქოს ლაპარაკი და კომენტარები იმაზეა, მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ ეს არ არის კრიტიკული დონე რძეში და კრიტიკულ მწვავე მოწამვლას არ იწვევს. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანები დამშვიდნენ, იმიტომ რომ მწვავე მოწამვლას რომ არ იწვევს, ეს თავისთავად ცხადია, შეიძლება რაღაც კომპონენტში კარგია, მაგრამ ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ რჩება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ტოქსინის ზემოქმედება შეიძლება მწვავეთაც იყოს და მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოიწვევს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა თუ ხანგრძლივია ექსპოზიცია, ანუ ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებს ამ ტოქსინით დაბინძურებულ საკვებს და სრულიად უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს ღვიძლის დაზიანება და მსოფლიოში ასეულ ათასობით ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო სწორედ ახლატოქსინით არის გამოწვეული და ამიტომ ამ ტოქსინის მნიშვნელობა ძალიან დიდია საზოგადოების ჯანდაცვაში და ღვიძლის ჯანმრთელობაში ზოგადად. კითხვები რჩება ის, რომ მაგალითად, ალბათ ცოტა მეტად დაწვრილებით საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა იქნეს ინფორმაცია მოწოდებული როგორც ისევ სურსათის სააგენტოდან, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომ კარგად იყოს ჩამოყალიბებული რა დოზა აღმოაჩინეს მაგალითად. რამდენად სისტემატურად კონტროლდებოდა ადრეც და რამდენად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა და სხვა დროს მსგავსი არ ყოფილა. აი რაღაცა აი ასეთ კითხვებზე თითქოს გვაკლია პასუხები და ამიტომ და მე რაღაცნაირად თითქოს მოწოდება ისმის, რომ რატომ ნერვიულობთ, რატომ ჩავარდით პანიკაში, ზედმეტ კითხვებს რატომ სვამთ. ეს არასწორია, იმიტომ რომ თითოეული ასეთი გაჟღერებული ინფორმაცია კიდევ მეორე კარგია რომ გაჟღერდა, მაგრამ მეტი დეტალი გჭირდება ნამდვილად ვერავინ. ანუ როგორ შეიძლება მაია რომ კითხვა იყოს ზედმეტი იმ საკითხზე, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას უკავშირდება, ხო, მაგრამ მხოლოდ ბავშვების იქ მოწყვა ჯგუფებზეა საუბარი, ორსულებზე და ასე შემდეგ და ჩვენ ვხედავთ რა საშიშ სპექტრზე არის საუბარი, რაც შეიძლება იწვევდეს აღნიშნული ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა. მაია, თქვენ აქცენტი გააკეთეთ პერიოდზე, ანუ ჩვენ რაზე პასუხები უნდა მივიღოთ? აი რაზე უნდა ვხედავდეთ კიდევ უფრო აქტიურ კომუნიკაციას შესაბამისი უწყებების მხრიდან? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რძის ამ ერთ პარტიაში იყო პრობლემა, თუ ის იქამდეც არსებობდა. არის ეს კითხვა, რაზეც თქვენ პასუხი ვერ დაინახეთ არსებულ განმარტებებში? დიახ, ზუსტად ასეა. პირველი კითხვა ისევ რჩება, რომ რა დოზით იქნა აღმოჩენილი ეს ტოქსინი აი ამ სხვადასხვა პარტიაში, რომელიც იქ ჩამოთვლილია, იმიტომ რომ დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს კომენტარი იმაზე იყო თითქოს, რომ მწვავე მოწამვლას ეს დოზა ვერ გამოიწვევდა. მაინც რა დოზაა, ხო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მეორე კითხვა ეხლა რაც თქვენ დასვით, რომ ზოგადად სისტემატურად ხდება თუ არა კონტროლი და უნდა ვიყოთ თუ არა დარწმუნებული, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა მართლაც, რომ აი ამ კონკრეტულ ლოტში თუ სერიაში, როგორც თქვია, აღმოჩნდა ეს ტოქსინი და ჩვენ უნდა გარანტირებულად მშვიდად ვიყოთ, რომ სხვა არც ერთ პროდუქტში და არც ერთ შეფუთვაში მსგავსი აღარ იქნება. ასეთ შემთხვევაში სანერვიულო, ასე ვთქვათ, და შფოთვის საგანი ნაკლები იქნება, იმიტომ რომ თუ კონცენტრაცია დაბალია მართლაც და თუ მხოლოდ ერთჯერადი და ორჯერადი ექსპოზიცია აქვს ადამიანის ორგანიზმს, მაშინ მოსალოდნელი რისკებიც ძალიან დაბალია და ამით შეიძლება ვთქვათ მოსახლეობა უფრო დავამშვიდოთ. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და დაწმენდილად, რაფინირებულად უნდა იქნეს სადღაც გამოცხადებული. ანუ კიდევ უფრო მეტი საჯაროობა, გახსნილობა ამ პროცესში, მეტი ინფორმაციის გაცემა რა მიზნით, ხო? ეხლა შეუძლებელია რომ ჩვენ გვინდოთ, აი ვინმეს ის კი არ არის სურვილი რომ დადასტურდეს, რომ წინა პერიოდშიც რაღაც შხამს ვამდით ჩვენ და ჩვენი შვილები, ხო? პირიქით, ანუ ეს დამშვიდებას უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების, რომ ეს პატარა ბავშვები მოწყვლადი ფენა ამ საზოგადოების წინა პერიოდში არ იღებდა ამ ნივთიერებას და ამ მისი აკუმულირება არ ხდებოდა ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმში. დიახ, ზუსტად ასე. ხო, ამ მიზნიდან უნდა ამოდიოდეს ყველა შესაბამისი უწყება და გარდა ამისა, კაპტომაია, აი თქვენთვის იწევს თუ არა კითხვას ის აი თუ მაგალითად აი მოქალაქეები წერენ აი
ამ პოსტის ქვეშ კომენტარებში, ხო, არაერთ კითხვას სვამენ და იქ არის ასეთი კითხვა გაჟღერებული, რომ თუ მოწმდება და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, მაშინ როგორ აღმოჩნდა უკვე რეალიზაციაში ეს პროდუქტი, ხომ? თუ პოსტფაქტუმ უნდა ხდებოდეს ამ საშიში ტოქსინების აღმოჩენა. აი, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? სურსათის სფეროში ხა ჩემ თავს ნამდვილად ვერ ჩავთვლი ექსპერტად, ანუ რა მონიტორინგის მექანიზმები არსებობს. სწორი პროცესი რა იქნებოდა, რომ აქამდე არ დიახ, იქნებოდა პირველი, რომ ცხოველის საკვებში დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ მოხდება aflatoxin და დაწყებული მონიტორინგი უნდა იყოს ცხოველის საკვებზეც და შენახვის პირობები უნდა მოწმდებოდეს და უნდა დარწმუნებული იყოს შესაბამისი უწყებები, რომ ცხოველის საკვებია უსაფრთხო, აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ რძეში სხვანაირად ვერ მოხდება და რძეშიც კიდევ ვიმეორებ, უნდა ვიცოდეთ მაშინ აი რა სისტემა არსებობს მონიტორინგის, ეს ასე უბრალოდ რანდომულად ვიღაცამ გადაწყვიტა და დაიწყო ესე სელექტიურად რაღაცები შეამოწმა, თუ ეს არის სისტემატური მონიტორინგის პროცესი და ზუსტად ვიცით, რომ ადრე არც ცხოველის საკვებში და არც რძეში და კიდევ გავაგრძელებ, ამ ტოქსინზე ლაპარაკი მარტო რძეზე ხომ არ არის, არის თილში, არის ჩირში, შეიძლება იყოს მარცვლეულში, ძალიან ბევრი პროდუქტია მოწყვლადი ამ და რისკი მქონე რომ ეს ტოქსინი მოხდეს. ანუ ეს ყველაფერი რაღაც ცოტა უფრო დეტალურად უნდა მოხდეს განმარტება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვითი სხვადასხვა უწყებებიდან, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, აი ესე მარტივად რომ პანიკას მოაყვებით და დატოქსვა სრულიად არასწორია, იმიტომ რომ თან ეს ის პროდუქტია, რომელზეც არ ვიცი, იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა იყენებს. და შეშფოთების მიზეზი სრულიად ლეგიტიმურია, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს და ამიტომ მაია კვლევისკენ რაიმე კვლევაზე შეგიძლიათ გასცეთ რეკომენდაცია, აი რას გვირჩევთ მშობლებს, აი პირდაპირ ვიტყვი, რომლებსაც ყავს მცირეწლოვანი შვილები და ჩვენი შვილები იღებენ ამ პროდუქტს. კიდევ მეორე ვინაიდან ჩვენ არ ვიცით რა მასშტაბის ექსპოზიცია მოხდა, ამიტომ აი მაგ კვლევებისკენაც მოწოდება რაღაცნაირად ჰაერზე იქნება ცოტა ბრმად. თუმცა მარტივად თუ შევხედავთ საკითხს, ახლა აქ ლაპარაკია ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარი სამიზნე რადგანაც ღვიძლია, ძალიან მარტივად ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, ანუ თქვათ ღვიძლის ფუნქციები, მუცლის ოსექოსკოპია და ასე შემდეგ. სიმშვიდისთვის შეიძლება ეს რაც არც ტრაუმული არ არის და მარტივია, შეიძლება ჩაუტარონ ადამიანმა შვილებს და ნებისმიერმა მოზრდილმაც, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს მოწოდებაც რაღაც ძალიან მყარი ვერ არის ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ისიც კი არ ვიცით რა მასშტაბის ექსპოზიციაზე და დაზიანებაზეა ლაპარაკი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რადგანაც ეს კვლევები საკმაოდ მარტივია და ხელმისაწვდომია, გარკვეულწილად შეიძლება რომ რაღაც მინიმალური ასეთი საბაზისო კვლევები, რომლებიც ღვიძლის ჯანმრთელობას აფასებს, ჩატარდეს. დიდი მადლობა მაია, ძალიან დიდი მადლობა ისეთ საინტერესო და ამომწორავი განმარტებისთვის. მაია იქ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.